სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს ჩვენ დავიკითხეთ ლუკა მახარებიდან სახარების პატარა ნაწილი, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანი არის და იმდენად კარგი მოსასმენია ყოველთვის, რომ ყოველი წინადადება რაღაც აღრთვანებას იწვევს ადამიანში. ეს არის ძალიან დიდი ქადაგების მხოლოდ ერთი ნაწილი. ეს ქადაგება შესულია ღვთისმეტყველებაში, როგორც მაცხოვრის მიერ წარმოთქმული მთის ქადაგება, ეგრეთ წოდებული, ასე ეძახიან. რუსულად ნაგორნაე პროპოვეც ქვია. ძალიან მნიშვნელოვანი ქადაგება. აი მთელი მორალის, ეთიკის და ზნეობის ესე უნივერსალური ფორმულები აქვს წარმოთქმული მაცხოვარს. და ეს მხოლოდ ნაწილია, გახსოვთ ალბათ 9 ნეტარება, ხო? ნეტარიყვნენ გლახაკნი, ნეტარიყვნენ მშიელი, ნეტარიყვნენ შვიდნი და ასე შემდეგ. აი ამ 9 ნეტარება, რომელიც შედის მთავარ ქადაგებაში მაცხოვრის, ის რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, არის გაგრძელება ამ 9 ნეტარებას. 9 ნეტარება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ღვთისმსახურებისა დიდ გამოსვლაში სწორედ 9 ნეტარება იგალობება და ყოველწლიურად ჩვენ ამას ვისმენთ, თუ რა არის ბედნიერება ადამიანისთვის ქრისტიანული გაგებით. ჩვენ ყველანი ვართ ბედნიერებაზე ორიენტირებული, ხო? მთელი თანამედროვე ფილოსოფია იქნება, ფსიქოლოგია იქნება, რაღაც სააზროვნო სივრცე იქნება, ყველას რაღაცა ტოლვა გვაქვს ბედნიერებისკენ და ყველა თავისებურად ხსნის და წვალობს, 1000 გვარ დასკვნებს აკეთებენ და ეს ბედნიერება არ არის ხელოვნური შექმნილი რაღაცა სამოთხე. ეს ბედნიერებისკენ ტოლვა არის ადამიანის ბუნებრივი მისი მდგომარეობა. ეს ბედნიერება მისი შემადგენელი ნაწილია. რა არის ბედნიერება? მარტივად რო ვთქვათ, იქ სადაც შენ თავს კარგად გრძნობ, აი როგორ იგრძნო შენ კარგად და როგორ იყოს შენ რაღაც სასურველ შენთვის და კომფორტულ გარემოში. ხო და აი ამ ბედნიერების სკენტოლვა ეს ადამიანის თავად დეკლარაციაშიც არის ჩაწერილი, ხომ? გახსოვთ თავისუფლების ქარტია ამერიკული, სადაც ჩაიწერა, რომ ყველა ადამიანს განურჩევლად რელიგიისა და კანისფერისა აქვს უფლება ილტუოდეს ბედნიერებისაკენ, მოიხვეჭოს ის ბედნიერება რა. მაგრამ ნუ ყველას თავისებური გაგება აქვს. ეხლა შორს წავედი მე, მაგრამ ამ ნეტარებებში სწორედ მაცხოვარი გველაპარაკება ამ ბედნიერებაზე, ოღონდ სხვანაირი გაგებით, რომელიც წარმოუდგენელია, რომ ადამიანისთვის, ბევრი თითოეული ჩვენთაგანისთვისაც ხშირ შემთხვევაში ეს იყოს ბედნიერება. ესეთი ბედნიერებას მაცხოვარი ეძახის ნეტარებას. ანუ განცდა, რა არის ნეტარება? არის განცდა მარადიულობის ღმერთის შეგრძნება შენში, რომელიც ენით აღუწერელ და არამიწიერ ესე იგი რეალობაზე არის დამყარებული. ხო, რაღაც შეგრძნება უკტავების და განცდა რაღაც მეტაფიზიკურის, აღმატებულის. და აი უკვე ბედნიერებას კი არ ეძახის მაცხოვარი, ნეტარებას ეძახის. ანუ უკვე შემოდის აქ ღმერთის ელემენტი. ანუ ბედნიერება არის მაშინ, როცა შენთან ღმერთია. და უკვე ეს 9 ნეტარება ჩვენ ცოტა არ იყოს ვაფიქრებინებს, რომ მოკლედ წინააღმდეგობაში მოდის იმ წარმოდგენებთან, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია. მაგალითად ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, რამე თუ მათი არ სასუფეველი ცადა. ნუ აი რაღაც არ ჩდება, ხო, რაღაც წარმოდგენაში. ნეტარიყვნენ დევნილნი, ნეტარიყვნენ მგლოვარენი,
ხო? ეს ისეთი რაღაცეებია, რაც რაღაცა ბედნიერებასთან წინააღმდეგობაში მოდის, ჩვენი გაგებით ბედნიერებასთან, ხო? მაგრამ მაცხოვრის სიტყვას ძალა აქვს და ეს არ არის უბრალოდ რომელიმე ფილოსოფოსის ან მასწავლებლის სიტყვა, ეს ღმერთის სიტყვაა. და ამიტომ არ იქნება სწორი თუ ამას მთელი გულისყურით არ მოვეკიდებით. მცხარანეტარების შემდეგ, რაღაც ძალიან ამაღლებული ქადაგების შემდეგ, ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ მოეკეცით ისე სხვებს, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგეკეცნათ. აი ეს მცხარანეტარების შემდეგ გადადის უკვე პირდაპირ მოეკეცით თქვენ ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგეკეცნათ. ეს არ არის ახალი ხარხი ხალხისთვის. იმიტომ რომ ეს ამას ქვია ზოგადად ეთიკაში ოქროს კანონი, ეთიკის ოქროს კანონი, ხო? რატო ქვია ეთიკის ოქროს კანონი? იმიტომ რომ განურჩევლად რელიგიისა თუ რაღაც წარმოდგენებისა თუ ახლა რაღაც ღიური ადამიანის ჯგუფები არ არის ველორის ყველგან სადაც დახვეწილი იყო რაღაცა სიმაღლეს იყო მიღწეული ესა თუ ის საზოგადოება, ყველგან ეს წესი მოქმედებდა. მაგალითად ისრაელში, ძველ ისრაელში, ძველ აღთქმაში წერია ეს, რომ არ გაუკეთო ის სხვას, რაც არ გინდა რომ გაგიკეთონ შენ. ასევე ბუდიზმში არის ეს მოთხოვნა, რომ არ გაუკეთო სხვას ის. ასევე კონფუციანიზმში, სხვადასხვა რელიგიებში, ანტიკურ სამყაროში, ფილოსოფიაში არ გაუკეთო, მაგრამ აქაც ცოტა მაცხოვარი განსხვავებულია. თითქოს იგივეს ამბობს მაცხოვარი, მაგრამ არ გაუკეთოს, მაგივრად ამბობს გაუკეთე. ანუ აი რაღაცა გვერდზე გადგომიდან და არ მოქმედებიდან, არამედ პირიქით მოქმედებისკენ გიბიძგებს. ცით რა არ გაუკეთო, არ გაგიკეთებ ცუდს. ეს არ აწყობს მაცხოვარს. არა, გაუკეთე კარგი. უკვე აქ არის სხვაობა, თითქოს ერთ და იგივე ზნეობრივი კანონია, ხო? მაგრამ მარა მაცხოვარს კიდევ ამატებს და ამბობს, რომ გაუკეთე, შენ რაც გინდა რომ გაგიკეთო. აი მოქმედება, ეს არის პოზიტივიზმი, სახარებისეული, რომ ეს განრინება, ეს გადგომა, რაღაცა გაყინვა ადამიანის ძილის მდგომარეობაში გადასვლა, თუ დავიძინებ არავის არაფერს ცუდს არ გაუკეთებ. მაგრამ ესეც არ არის ეთიკური ნორმა. არ ვიქნები სრულყოფილი. მაცხოვარი აძლევს ტალანტებს და ეუბნება, აბა, ეხლა მოიმუშაკეთ ეს ტალანტები. და ვინც შეინახა და ვინც განერიდა და აღარ გააკეთა, იმას გაუცხრა და უთხრა, რომ ღირსი არ ახარ შენ ამის. კი, მაგრამ შემეშინდა გარისკვა, მან უთხრა, უპასუხა. და რატო შეგეშინდა? რატო შეგეშინდა? განა ამ შიშმა რაიმე კარგი მოგცა შე? ეს ხო დამტრქუნველი და ბოროტი შიშია. არჩევს ჯანმრთელი შიში, ხო? მაგრამ არის ბოროტი შიში. როცა შენ ითრქუნები აი ამ არასწორი წარმოდგენის გამო. და მაცხოვარი ამბობს, რომ ადიქი და გაუკეთე. როგორ არის ეს ცხოვრებაში? ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესვი, ძალიან ადვილია გასაგებად, არ გაუკეთო, რა მოხდა? ჩვენ ყველა მე ეს ყველაფერი ვიცით. მაგრამ ცხოვრებაში გაიტანე და გავიტანო ცხოვრებაში. ვარ ტრანსპორტში, როგორ ვიქცევით, როგორ გვინდა რომ გავაკეთოთ. ვიქცევით როგორც ტყეური ადამიანი, სადაც მივასწრებ, რასაც წავგლიჯავთ, ის რო ჩვენი იყოს. დავინახე ადგილი, უნდა დავждე და მივარდე, ხო? ან და რაღაც ვერ ავდივარ, ავთ მე ტრანსპორტში უკეთილი ხანი არ ვარ და კარგად არ ვიცი დღევანდელი მდგომარეობა ტრანსპორტის, მაგრამ სულ რაღაცა ჩვენ დროს გაჭედილი იყო ხოლმე და ერთმანეთს ადგილს არ უთმობდით. სამსახურში როგორ ვიქცევით, საჭესთან როგორ ვიქცევით, უთმობთ გზას, არ უთმობთ, რომ მივდივართ
ამას წინათ Facebook-ში ვნახე ძალიან კარგი რამე იაპონიაში როცა ყველაზე პირველი ვინც მიდის ადრე სამსახურში ყველაზე შოს აჩერებს მანქანას რომ მე ისინი დაგვიანებული რომ მოვლენ აკარებთან ახლოს იყვნენ რომ არ დააგვიანებენ წარმოიდგინეთ გაგება ადამიანებისა როგორი ამ ხელაზეა პიროვნული კულტურა ასული რომ ამას ფიქრობს ეხლა რომელი ქართველი გააჩერებს მანქანას შორს იმიტომ რომ სხვა ვინმე მოვიდეს და ახლოს გაჩერდეს წარმოუდგენელი რამეა ეს ხო ჩვენთვის და აი ამ წარმართებს ჩვენ რომ წარმართებს ვეძახით თქვა იაპონელებს რამ ხელა კულტურა აქვს როგორი გაგება აქვს ერთმანეთს მაცხოვარი აგრძელებს თავის ქადაგებას და ამბობს ესეთ რამეს რომ რა მადლია თქვენ და თუ ასესხებთ ადამიანს რომლისგანაც ელით რო დაგიბრუნებს ის ამას ხო წარმართებით საკეთებთ ესეთი ტყიური ხო არ უნდა იყო რომ იქაც არ აკეთებთ არამედ მიეცი იმის ვისგანაც არ ელოდები შენ რომ დაგიბრუნდები ვისგან და მაშინ გექნება მადლი ღვთის წინაშე აი თულია ესეც გასაკეთებლად მერწმუნებით ხო ყველანი ეხლა რომ იცი რომ არ მოგცემს იმას მისცე ფული გაგიჭირდება მაგრამ გვეუბნება რომ ეს არის ჩემი მოწაფეობა რთულია მაცხოვრის მოწაფეობა შემდეგ ამბობს რომ გიყვარდეთ ტერნი თქვენია და აკურთხებდით და ლოცავდით მაწყევართა და მაგინებელთა თქვენთან ეს საერთოდ გაუგებარია ჯერ როგორ უნდა გიყვარდეს შენი მტერი ახლა გვარებს არ ჩამოთვლი ჩვენ სახელმწიფო მტრებისას რაც აუოხრებიათ საქართველოს ხო და სახელებს არ ჩამოთვლი ყველას გვაჟრიალებს მაგათ სახელის გაგებაზე მაგრამ რას ნიშნავს ეს გვიყვარდეს მტერი ჩვენ აი არსებობს ესეთი დამოკიდებულება როცა ეს სიყვარული არ არის კონგრუენტული რაღაცა დოლგარმონის დაკვრისა კეიფისა და სმაჭამისა ერთად ხო არსებობს სიყვარული როგორც მომსახურეობა მსახურება სხვის აი როცა შენი მტერი თქვენ ჩაგივარდება თქვა მტერია მოსისხლ იყრი თუ არა შულს მასზე აი რას გააკეთებ შენ მტერს ვიხვალ დახვრიტა ადგები აწამებ იმიტომ რომ შენ თვალწინ საშნელებები აკეთა მან აი რას გააკეთებ შენ აი რა უნდა გააკეთოს იქიმა როცა ესეთი ტყვე არის დაჭრილი მოარჩინოს თუ პირიქით დაუმძიმოს მდგომარეობა სხვათაშორის ამ თემაზე პლატონს და სოკრატეს აქვს რა არის სიკეთე აი თემა იყო წამოწეული და აი ზუსტად ეს მაგალითი ვაყოთ ექიმი რას გააკეთებს ესე იგი გადაარჩენს თუ პირიქით მოკლავს და ჰიპოკრატეს ფიცში ჰიპოკრატეს ჯერ კიდევ ანტიკური სამყაროს წარმომადგენლის ფიჩის წერია რომ ესე იგი არ ავნო ეს ფიცი მიღებული აქვს ყველა ექიმს დღესაც ამას გადიან ამ ფიცს დებენ ახმოს ანუ არ ავნო და უმკურნალ როგორც შეგიძლია უნდა უმკურნალ ანუ ექიმს მოეთხოვება რომ მტერი განკურნოს და მით უმეტეს ქრისტიანს მოეთხოვება რომ ადამიანზე იზრუნოს როგორც ადამიანი არა როგორც შენი მოყვარული შენი მეგობარი შენი რაღაცა თანამოაზრე თანამოზიარე არამედ უბრალოდ ადამიანი ანუ ის თუ ადამიანურად შენ არ გექცევა შენ ეკცევი მას ადამიანურად აი მთელი აქცენტი დღევანდელი სახარების ამ ზნეობრივი კატეგორიების ამ უნივერსალური ფორმულების არის ის რომ შენ გახდი ის ვინც გინდა რომ იყო
ვისგანაც შენ მოითხოვს ხვისგან როგორი ყოფნაც გინდა შენ რომ ის იყო შენი ხავი ის და მაცხოვარი ესე ამთავრებს იმიტომ რომ მოწყალე არის მამაი უღმრთოთა და კაცმოძულე ადამიანებზეც უკეთურთა უпроსტად ესე უკეთურთაზე ანუ მოწყალე არის მამაი ჩვენი მამა ღმერთი ყველაზე და შენ იყავი მოწყალე როგორც მამა შენი მოწყალეა შენ ეს გზა გაქვს გასავლელი ჩვენ ამ გზით უნდა ვიარ სხვა ფორმულას არ გვაძლევს თუ ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ ჩვენ თავი ცოტა უნდა დავხაროთ თქვებით არ ვთქვათ რომ ეს არ მუშაობს ეს წესი არამედ არა პირიქით იმიტომ რომ ლიტერატურიდანაც რამდენი ვიცით ისტორიიდანაც რამდენი ვიცით როცა ოჯახის წევრს უკლავდა და ის ადამიანი მას სიკვდილიდან იხსნიდა ხო რამდენი ვიცით ანუ ეს ხდება ცხოვრებაში ესე არ არის რომ ვერავინ ვერაფერს ვერ ასრულებს ეს ჩვენ ესე ვერ წარმოვიდგენთ ამის გაკეთებას და ეს სამხო ესე სიდიადე რაშია მართლაც რო ღვთაებრივია იმიტომ რომ არ შეიძლება ღმერთი იყოს მიკერძოებული არ შეიძლება რომ ღმერთს არ უყვარდეს არ შეიძლება რომ ღმერთს რაღაც განსხვავება ჰქონდეს ადამიანებში წარმოვიდგინეთ ჩვენ ხო შვილებს არ ვანსხვავებთ ხო ერთი კარგია მეორე ცუდია კიდევ უფრო მეტად ცუდი უფრო უყვართ ხოლმე დედებს ხო რაღაც არეული ბავშვი უფრო უყვართ იმიტომ რომ უფრო უყვართ რა უფრო მეტ ზრუნავენ ხო და ხო ესე არის ღმერთიც არა და როგორ შეიძლება რაღაც ვიღაცა უყვარდეს ვიღაცა არ უყვარდეს ეს ღმერთი არ არის მაშინ არის არსება რომელსაც გააჩნია თავის პირადი ემოციები და ამ ემოციებით არსებობს და ესე არ არის ანუ უყვარს ყველა და უნდა რომ შენც გიყვარდეს ყველა და ფაქტიურად მე აგრძელებს რომ აქ დღეს არ წავიკითხეთ ამაზე მორჩა სახარება მაგრამ მე გრძელდება მიუტევეთ ისე რომ როგორც თქვენ მოგინდათ რომ მოგიტევოს ღმერთმა ფაქტიურად ჩვენ გვეუბნება ღმერთი ყველაფერი არის შენს ხელში წარმოგიდგენთ ხა სასამართლოზე რო იყო და უნდა შენ გასამართლებენ და ისე გასამართლებენ ახლა როგორც შენ გაასამართლებდი შენ თავს ჩვენ თავს ხო ვასამართლებთ ისე რომ ყველაფერში კარგები ვარ და ყველაფერი ჩვენში მართლები ვარ და ყველაფერში სწორები ვარ ხო და ეს გადაიტანე ეს მოდელი სხვაზე და იგივე მოგდის შენ რა მარტივია წარმოუდგენლად მარტივია და რა სირეგვენე შეიძლება ადამიანს დაემართოს როცა ამას არ აკეთებს არასდროს არ ვაკეთებ თუ ჩემით დაწყებულ როცა ამას არ ვაკეთებ არასდროს წარმოიდგინე შენ სასამართლოზე შენვე შენ თავს ჯი ამიტომ გეუბნება მაცხოვარი შენი სიტყვებით დაიჯები ჩემი სიტყვებით კი არ დაიჯები მე კი არ დავждები და განგიკითხავ ახლა შენ რა თქვი და როგორ თქვი უბრალოდ შენ როგორც გაუშვი შენი განკითხვა აი ეს განკითხვა ადრესატი ხარ შენ და შენ მოგხვდა ის გაშვებული განკითხვა შენ მოგხვდა ის გაშვებული ბოროტი სურვილები ლანძღვა გინება არ მიტევება და ასე შემდეგ მოკლედ დღევანდელი ეს ოქროს კანონი გასაგებად ძალიან ადვილია ცხოვრებაში გასატარებლად ალბათ რთული და როგორც ბასილი დიდი ამბობს ეს არის ეტაპი თუ ამას არ გაივლი მაშინ გიყვარდეს მოყვასი შენი იქნება ცარიელი სიტყვები იმიტომ რომ აი ეს გაუკეთე შენ სხვას ის რაც გინდა რომ გაიკეთო არის გზა გიყვარდეს მოყვასი შენ შეყვარების გზა ეს არის სიყვარულის გზა რომ ამაზე მიჩვეული ადამიანი ყოველთვის ეცდები რომ შეიყვარო შენი მოყვასი მეთმა დაგლოცოს და გაგახარჯოს